This war actually started in 2014. ეს ომი რეალურად 2014 წელს პრეზიდენტ ობამას დროს დაიწყო, როდესაც რუსები ყირიმში შევიდნენ. შემდეგ კი 2022 წელს, როდესაც პრეზიდენტი ბაიდენი იყო. ეს პრეზიდენტ ტრამპის ომი არ არის იმ გაგებით, რომ მან ეს ომი მემკვიდრეობით მიიღო და ყველაფერი გააკეთა მის დასასრულებლად. ის ესაუბრა ორ მთავარ ფიგურას, ესაუბრა მოკავშირეებს და შესანიშნავი სამუშაო შეასრულა. ის მართლაც ძალიან ცდილობს. ის ყოველთვის ძალიან პოზიტიურად იყო განწყობილი დასკვნების გაკეთების კუთხით, მაგრამ ვფიქრობ, ინფორმაცია, რომელიც სადაზვერვო სააგენტოებისგან, სახელმწიფო მდივნისგანაა მიწოდებული, აჩვენებს, რომ რუსეთი ამ ომს არ იგებს. ვფიქრობ, პრეზიდენტის ნათქვამიდან გამომდინარე, ვიცე-პრეზიდენტ ვენსის და რუბიოს ნათქვამებიდან გამომდინარე, პასუხი დადებითია. გამოიყენეთ შორ მანძილზე მოქმედის შესაძლებლობები. არ არსებობს ისეთი ადგილი, რომელიც დაცულ ზონად ჩაითვლება. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მე მჯერა პრეზიდენტმა ზელენსკიმ გასულ კვირას პრეზიდენტ ტრამპს სთხოვა ტომაჰავკები, რაც ზუსტად ამ სიღრმისეული დარტყმის საშუალებას იძლევა. ეს მართლაც შესანიშნავი სისტემებია. ამერიკა მსოფლიოში საუკეთესო სისტემებს აწარმოებს. They're really good systems. Right now, as the president said, Martha, we're looking at it. We're certainly looking at a number of requests from the European. ამჟამად როგორც პრეზიდენტმა თქვა, ჩვენ ამას განვიხილავთ. ჩვენ ნამდვილად განვიხილავთ ევროპელების არაერთ მოთხოვნას. ასევე ვფიქრობ, ნამდვილად იმუშავა პრეზიდენტის პოლიტიკამ უკრაინასა და რუსეთის საკითხებზე, რომ მან აიძულა ევროპელები დიდი ნაბიჯი გადაედგათ. ასე რომ, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ აღარ ვაძლევთ უბრალოდ ტონობით ფულს და იარაღს. რასაც ვაკეთებთ არის ის, რომ ევროპელებს ვთხოვთ, რომ შეიძინონ ეს იარაღი. ეს აჩვენებს ევროპელების დაინტერესებას და თქვენ იკითხეთ ტომაჰავკებთან დაკავშირებით. ეს არის ის, რაზეც პრეზიდენტი მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. პრეზიდენტი გააკეთებს იმას, რაც შეერთებული შტატების ინტერესებშია. ეს არის მისი უმთავრესი განსაზღვრელი ფაქტორი საგარეო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში, თავდაცვის პოლიტიკასთან დაკავშირებით. ტომაჰავკებთან დაკავშირებით პრეზიდენტს დაუტოვებ უფლებას ამაზე ისაუბროს, მაგრამ ვიცი, რომ ამ საკითხზე სწორედ ამ წუთებშიც გვაქვს საუბრები.